დღეს მინდა მოგიყვეთ ამ არაჩვეულებრივი ადგილის შესახებ, რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს. ეს არის ნაზარე, პატარა ზღვისპირა ქალაქი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი გიგანტური ტალღებით. სწორედ ამიტომ ეს ადგილი სერფერებისთვის ერთგვარი მექაა. მაგრამ ნაზარის ისტორია ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ სერფინგი. ერთ დროს ეს ადგილი მეთევზეების სოფელი იყო. ადამიანები აქ ზღვის იმედად ცხოვრობდნენ. დილით ადრე მიდიოდნენ სათევზაო, ქალები კი თევზს აშრობდნენ. ამ ვიდეოებში კარგად იგრძნობა ძველი ატმოსფერო. ნაზარის ყველაზე დიდი საიდუმლო სწორედ ოკეანეში იმალება. გარეგნულად ეს ჩვეულებრივი სანაპიროა, მაგრამ წყლის ქვეშ მდებარეობს უზარმაზარი წყალქვეშა კანიონი. ეს კანიონი დაახლოებით 230 კილომეტრს ვრცელდება. ზოგიერთ ადგილას 500 მეტრს აღწევს. წარმოიდგინეთ, ოკეანის ფსკერზე გიგანტური ხეობა, რომელიც პირდაპირ ნაზარეს სანაპიროსთან მოდის. სწორად ეს რელიეფი ქმნის ყველაზე დიდ ტალღებს სოფლიოში. როდესაც ატლანტიკიდან ძლიერი ტალღები მოდის, კანიონი მათ აერთიანებს და შედგომ აჩქარებს. ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს ქარი. შედეგად წარმოიქმნება 20-30 მეტრიანი სიმაღლის ტალღები. 10 სართულიანი შენობა რო წარმოიდგინოთ. და იცით რა არის ყველაზე განსაკუთრებული? ამ საოცარ ადგილს მეც ვესწუმრე და მალე YouTube-ის საშუალებით თქვენს გაგაცნობთ ამ ყველაფერს. მე ახლა 7 წლის ვარ და სწორად აქ ვნახავ ატლანტიკის ოკეანეს, რომელიც არასდროს არ მინახავს. შეხედეთ რა სილამაზეა. ეს არის ქალაქი ნაზარე. ძველი კადრები ხო განახეთ? და ეს უკვე 2026 წელია. როგორი დიდი სხვაობაა, ხო? ეს არის ატლანტიკის ოკეანე. როცა პირველად ვნახე ოკეანე, მივხვდი რამდენად უსაზღრო და ლამაზია ჩვენი სამყარო. რამდენი საოცარი ადგილი გვაქვს სანახავი. სანამ ქალაქში ჩავალთ, მანამდე მაღლი და გადმოვხედეთ. ეხლა დავეშვა გიგანტური ტალღებისკენ. თებერვალი მარტში აქ ყველაზე დიდი ტალღები ფიქსირდება. 10 სართულიანი სახლის სიმაღლის და ამის დასაპყრობად უამრავი ხალხი ჩამოდის. სხვადასხვა ქვეყნის სერფერები, რომლებიც მზად არიან ეს სიგიჟე ჩაიდინონ. ეხლა შევართ მუზეუმში, სადაც იმ სერფერების სერფინგის დაფები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ნაზარეს გიგანტური ტალღები დაიპყრეს. ეს არის ცნობილი ფოტოები ამ ადგილის შესახებ. ეს კი ის ადამიანები არიან, ვინც ყველაზე მაღალ ტალღებში სრიალი შეძლეს.
სწორად ამ ადგილიდან ადევნებს ხალხი თვალს. ეს ის კანიონი, რომელიც ჩვენი თვალით ხილვადია. დანარჩენი ოკეანის ზედაპირზეა. დღეს ნორმალური ამინდია და ტარღების ისეთი დიდი ზომის არ არის. მე ამას ეძახება, ხო? ეს ესპანური დესერტია. არის უგემრიელესი. საჩუროსები. მოდით დავეშვათ ოკეანისკენ და უფრო ახლოდან ვნახოთ. აქ დრონით ავაფრინეთ და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ ულამაზებს კადრებს ატლანტიკის ოკეანიდან. აქ ქვიშაში ბევრი ვითამაშე, ბევრი ცვირბინე და ძალიან მომშვიდდა. ისე ერთ-ერთი სანახაობა მზის ჩასვლა არის. კანიონში ესეთი ნაკრალი არის. რატომ მოგეწონა ოკეანი? ოკეანი მხოლოდ ლამაზი არ არის. ის ძალიან მძლავრი. ასე რომ ჯობია არ გაუთავმავდეთ.
მოდით ქალაქსაც უეწვიოთ. ესეც ქალაქი დაზარე. თაზე მოსახვედრად საბაგირო შეგიძლიათ გამოიყენოთ. ავარჩიეთ რესტორანი. მოდით ძალიან გემრიელობები მივირთვათ. რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტები. მე რაფეხები ვიხთვი. ბავშვებო, ძალიან გემრიელია. და გირჩევთ თქვენს გასვლიოთ. ოქტოპუს მივიღეთ მე. I think I was 23. People started